სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. კიდევ ერთი ნაბიჯით შემდგომად ლიტურგიისა, აწინდელი დღევანდელი ლიტურგიისა მიუახლოვდით სინანულის დიდ მარხვას, რომელსაც როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, იმდენად დიდი ძალა განწმენდელი და შემდობელი, რომ თუ წმინდად განვლით და სინანულით ამ მარხვას მთელი წლის განმავლობაში შადენილი ცოდვების კი მიგვეტევება. შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ მთელი საფრთხო მოწოდება, ღვთის სიტყვა, წმინდა წერილი ერთ რასმესზე გვეძრახება და გვესაუბრება. ეს არის სინანული, განცდა საკუთარი ცოდვების, საამისოდ აღძრა მან თავისი მართალნი, წინასწარმეტყველი, პატრიარქი და უკანასკნელ გარდამოხდა ზეცით გამოს სულისაგან წმინდისა და მარიამ ქალწულისაგან, თავად ერთი საამისაგანიც კი ძეღუთისა მხოლოდ შობილი ზეციური მამისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაგრამ ვიდრე იგი გამოვიდოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე და დაიწყებდა ღვთის სიტყვის ქადაგებას, ზეციურ საიდუმლოთა ხარებას, მას უწინამორბედა ღვთის ნებითა და განგებულებით უდიდესმა წინასწარმეტყველთა და წმიანთა შორის ნათლისმცემელმა იოანემ. მისი პირველი სიტყვები, მისი ქადაგებისა იყო შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასუფეველი ცათაი. მსგავსადვე იწყო ქადაგება უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და აღასრულა თავისი სრვა მიწაზე ჩვენი გამოსყიდვის საიდუმლოება. მას მერეც მოციქული წმინდა და ღმერთშემოსილი მამები შეგვაგონებდნენ სინანულს. აი ახლა ამ წუხრის ლოცვაზე პირველად აღუვლინეთ უფალს ლოცვა, უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისა, რომლის ლაიტმოტივიც ისე როგორც თლიანად ამ მარხვისა არის სინანული და განცდა საკუთარი ცოდვებისა. წმინდა ეკლესიამ რჯულად და წესად დაგვიდო, რომ ეს დიდებული მარხვა, განსაკუთრებული მარხვათა შორის დავიწყოთ ურთიერთმიტევებით. რაოდენ წმინდათაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, თუ სხვას, თუნდაც ერთ ადამიანს არ აპატიებს შეწოდებას, უპატიებელი იქნება ღვთის წინაშეც, ღვთისაგან. და რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთმიტევა, თუნდაც საუფლო ლოცვიდან მამაო ჩვენოდან მოიგონეთ. დამომიტევე ჩვენ თანანადებლი ჩვენი ზეციურ მამაო, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მაჩვე და თანამდები ძველ ქართულად მოვალეს ნიშნავს. რამდენადაც აპატიებს სხვას, იმდენად იქნები შენდობილი ღვთისაგან. ერთ უდაბნოში ორი ძმა ცხოვრობდა, ერთი მოღვაწე, მეორე მცონარე და მოხდა ისე, რომ ერთხელაც ღმერთს ხოვა ამ მოღვაწე ბერმა, ხო ხედავ რა მცონარია წაიყვანე ჯოჯოხეთში წარწმიდეო, არ იარება შენი მცნებებითო. მოხდა ისე, რომ თავის მას არ აპატია და გარდაიცვალა. ესე იგი, რამდენად წმინდად ასკეტურად არ ცხოვრობდა ღვთის მოშიშებით, ღირსი ვერ შეიქმნა ზეციური სასუფევლისა, რადგან მან თავის მას არ აპატია შეწოდება. უფრო მკვეთრათაც მძაფრათაც ამბობენ წმინდა მამები, თუნდაც ერთ ადამიანს რომ არ აპატიო შეწოდებანი, უპატიებელი იქნები სასუფეველში. ამიტომაც არის, რომ დედაი ჩვენი ეკლესია ცნებად გვიდევს და წეს ჩვეულებად, წეს განგებად ყოველი დიდ მარხვის წინ ერთმანეთსაგან შენდობა ავიღოთ. და აი დადგა ჩემთვისაც სანატრელი წუთები, როცა შეიძლება საჯაროდ თელს მრევლს, როგორც წინაძღვარმა, მხოლოდ შენდობა ჩემი შეწოდებებისა. მანამდე ორიოდე მაგალითი პატერიკული მოთხრობებიდან თუ რა დიდი ძალა აქვს გულწრფელ სინანულს. აქ ლაპარაკია გულხურვალე სინანულზე, გულწრფელ სინანულზე და არა ფარისეულებზე, მოჩვენებებზე, რადგან ღმერთი არ ტყუდება, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის. ერთ-ერთ კაცრ უდაბნოში ეგვიპტისა ერთი განგრძალული, განდეგილი მამა ცხოვრობდა. საშილად ებრძოდა სიძვის ეშმაკი. საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე ბრძოლები მომდინარეობს სწორედ სიძვის ეშმაკიზე. ბევრი ითმინა თუ ცოტა ითმინა, გამოხდა წლები და ერთხელაც ვეღარ დაითმინა, სულ მოგლეობაში ჩავარდა, გაიქცა უახლოეს სოფელში, ერთ-ერთ მეძავთან დაეცა. ცოდვით რა კი დასა ეშმაკმა, შემდეგ გადაწყვიტა საბოლოოდ დაეღუპა და ჩურჩული დაუწყო გონებაში. როგორც ისაკასური გვასწავლის, თავის ქალაზე არის ერთი ადგილი, რომელსაც შეგნებულად არ გაჩვენებთ,
საიდანაც ეშმაკი შედის ადამიანში. Რა თქმა უნდა, თუ ღმერთი დაუშვებს, თორე თუ უფალი არ დაუშვებს, ღორი რომ ღორია, არაწმინდა ცხოველი, შულითაც კი, თვით ღორშიაც კი ვერ შევა. მოკლედ, გადაწყვიტა სასოწარკვეთილებაში ჩაეგდო და ჩურჩული დაუწყო გზაში. აი თქვენ რომ ამბობთ ხოლმე ხშირად აღსარებაში, მამო, ვერ ხვდები, ეს მე ვარ, ჩემი ფიქრებია, მართლა ბოროტის შთამაგონები თუ როგორ არის. დროთა განმავლობაში ადამიანი ისე ეჩვევა ამ ჩურჩულს ბოროტისაგან, რომ მართლაც ვეღარ ასხვევს. მისი აზრია თუ ბოროტის არის შთანერგილი. მოკლედ გზა შეჩურჩულებოდა ეშმაკი. აბა რაღა ფასი აქვს, რაღა აზრი აქვს შენს დაბრუნებას უდაბნოში. ამდენი წლის ნაღვაწი ერთ ღამეში წყალში ჩაყარე. ახალგაზრდა არა ხარ, გაიხადე შესამოსელი, დაბრუნდი ერში და დაეწაფე საერო მხიარულებას და სიამოვნებას. მაგრამ ეს ადამიანი მართალია სასიკვდინე ცოდვით დაეცა, მაგრამ სულიერება კი ჰქონდა ერთგვარი. და რა კი გამუდმებით, აკვიატებით ეჩურჩულებოდა ეშმაკი, ბოლოს ხმამაღრას შეეძახა. შევწოდე, შენ ვინ ხარ, ბოროტოსულო, უფალი ჩემი კაცს მოყარია და მიმტევებელი, წავალ, ვიტირებ ჩემს სოდვას და შემინდობს უფალი. მართლაც დაბრუნდა სენაკში, არ უსმინა ბოროტსულს, დაემხო წმინდა ხატების წინაშე და მწარედ აკვითინდა. მთელი 3 დღე და ღამე განუწყვეტლივ ტიროდა და პატიებას ხოვდა ღმერთს. მესამე ღამეს უფალმა მოუვლინა სინათლის ანგელოსი. ხელი შეახო ბერს, წამოაყენა და უთხრა: მამო, ნუ ვარ სტირი, მოგიტევა უფალმა შეწოდებანი შენი. კი, მაგრამ როგორ? ასეთი მძიმე ცოდვა ჩავიდინე და 3 დღეში მომიტევა? როგორ მივხვდები, რომ ნამდვილად, ესე იგი ნიში მოითხოვა, ნიშსასწაული ანგელოზისაგან. და მაშინ ანგელოსმა უთხრა: გეძლევა ნიშნად იმისა, რომ ღმერთმა მოგიტევა შეწოდებანი, მათ შორის ეს სასიკვდინე ცოდვა, გეძლევა ნიჭი საკვირველთ მოქმედების. იმ დღიდან სასწაულთ მოქმედი შეიქმნა ეს ბერი. ესე იგი ამ მაგალითიდან თვალსაჩინოდ ჩანს, თუ რაოდენ დიდი და ცხოველსყოფელი ძალა აქვს გულწრფელ სინანულს. კაცრად რო ვთქვა, ჟულის კანონის მიხედვით ამ ბერს სულ ცოტა 7 წელი უნდა განეყენებინა ციარებიდან და უნდა ყოფილიყო სინანულში. მაგრამ 3 დღეც არ დაშირდა, რომ ღმერთს მიეტევებინა. იმავე პერიოდში, ეს არის მე-4 საუკუნე, ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი. ღმერთმა წყალობად მისცა ქალიშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ეძლეოდათ. როგორც თავად იყვნენ ღვთისმოსავლი, ეგრეთ აღზარდეთ ღვთისმოსავლის სულში თავიანთი ქალიშვილიც, მაგრამ მოვიდა ჟამი, სიბერე მოერიათ, სნეულებმა და აღესრულნენ. ქალიშვილი, ვიდრეღა მშობლები ცოცხალი იყვნენ, ბაძავდა მათ ღვთისმოსავლობაში, მაგრამ როდესაც გარდაიცვალნენ, გაიცნო ზნეობრივად ნაკლოვანი, ესე იგი მეძავი გარყვნილი ადამიანები, ქალის და კაცის, მათი გავლენით საბოლოოდ თავადაც მიატოვა ღვთისმოსაობა და შეუდგა მეძავ ცხოვრებას. კარგად ამბობს, მოკლედ და გასაგებად ქართული სიბრძნე და ანდაზა. ხარი ხართა რომ დააბა ანზნე სიცვლის ამ ფერსაო და დაბმული ამ გარყვნილებთან თავადაც ასეთი შეიქმნა. ეხლა განსაჯეთ თქვენ დღევანდელ დღეს გადახედეთ. ჩვენი შვილები, შვილიშვილები დაბმული არიან კლუბებში, ღამის კლუბებში, ბარებში, საღრეობო ადგილებში, პრესა, რადიო, ტელევიზიიდან მოედინება ნიაღურები გარყვნილებისა და ძნელი არ არის მიხვდე, რატომ არის ასეთი გარყვნილი ჩვენი ახალგაზრდობის საგრძნობი ნაწილი და არ დაგიმალავთ აღსარებებიდან შევიდღე და დიდად გამშვიფრდი, არათუ ახალგაზრდებში თვით ასაკოვან ხალხში დაიწყო სიძვის ბრძოლები და ეს საიდან დაიწყო? ეგრეთ წოდებული ბრაზილიური სერიალებიდან, რომელიც ოპიუმი იყო გადატრიალების შემდეგ დაბიო ხალხისთვის. მარტივად რო გითხრათ. და ეს გომისმენია მოხუცებისგან, ესე იგი, რომელიც კვირობდნენ, რომ ახალგაზრდობაში არ მქონდა ისეთი სიძვის ბრძოლები, როგორიც ახლა მაქვს. ეს ბუნებრივია. გარყვნილ სერიალებს რომ უყურებ, უკეთეს რას უნდა მოელოდე. სერიალ ქვებში, რასაც ჩაძახებ, იმას ამოგძახებს და ასე შემდეგ. მოკლედ, იმავე პერიოდში ესე იგი ცხოვრობდა ერთ-ერთი წმინდა მამა, ერთი კი არა, უამრავი ცხოვრობდა იმ დროს. ეგვიპტური უდაბნოები იყო ფაქტიურად ბერმონოზონთა ქალაქები. იმდენი იყვნენ 10,000-ობით და 100,000-ობით ცხონდებოდნენ უდაბნოებში. და აი რა შეიტყვეს ეგვიპტელმა მამებმა, რომ
გარდა ესე იგი იმ ცნობილი ადამიანების ღვთისმოსავი მშობლების შვილები გარყვნილებისას ძალზე განიცადეს. ერთ-ერთი სათნოება ამ ქალიშვილის მშობლებისა ის იყო, რომ ბერმონასვლებს დროდადრო მოსაკითხს უგზავნიდნენ მედიკამენტებს, ესე იგი წამლებს, თვალსაცმელს, სანოვაგეს და ამითაც გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას ბერმონოსნობის მიმართ, როგორც ესეთი. მოკლედ ბერებმა რო ეს დამწყალობებმა მისი მშობლებისაგან ბერებმა რო შეიტყვეს ამ ქალიშვილის დაცემა, დიდად განიცადეს, დღემუდან იწყეს გამუდმებით ვედრება ქალიშვილისთვის და თვის შორის გამოარჩიეს ერთი ბერი, იოანე საჭურისი, იოანე კოლივა. ალბათ თქვენ იცით ადრე მომიყოლი ამ ბერის შესახებ, რამდენად წმინდა და ღმერთშემოსილი მამა იყო და სთხოვეს მას და პირდაპირ არ უნდა უდაბნოს დატოვება, იმიტომ რომ განდეგილი მამა იყო, მაგრამ ლოცვა კურთხევა მისცეს უხუცესმა ბერებმა, რომ დაეტოვებინა უდაბნო, ესე იგი მოენახა ეს ქალიშვილი და ცდილი იყო, რომ სინანულში ჩაეგდო. ბევრი იარა თუ ცოტა იარა ქალაქში ჩააღწია ბოლოს თუ არ ვწდები ალექსანდრიაში ამოსაგროდ მოქმედმა, მაგრამ ქალიშვილმა არც კი მიიღო, აქამდე თუ ხელგაშლილი იყო და მოწყალე მათ შორის ბერმონასვლებს არა თუ არ მიიღო, აბუჩა თაიგდო. მთელი ერთი თვე დაყო მის კარზე ამონ ბერმა. სათქმელად ადვილია საგვარეულო, წარმოიდგინეთ განდეგილი მამა მიჩეული სულიერ სიმდროვეს, სულიერ საგნებზე ფიქრსა და ჭვრეტას რადგანში ჩავარდებოდა ამ ერთ თვის განმავლობაში დედაქალაქში. და მეტად როცა ასე ამცირებდნენ ყოველდღიურად და ჯოხითაც სცემდნენ, რომ არ შეეშვათ სასახლეში. ბოლოს როგორც იქნა მობეზრდა თავად ამ გარგვნილ დედაკაცს მის კარზე გდება, როგორც თვითონ ამბობდა და მსახურებს უბრძანა შემოეყვანათ. როდესაც შემოვიდა მასთან ბერი, შეხედა მის გარეგნობას, მის ჩაცმულობას, დღეს ამ ჩაცმულობას თქვენის ეგევითარი ხალხისა გახდილობა უფრო ქვიან, წარეთ ატირდა ბერი. არ დაუწყია არანაირი შეგონება, არც ერთი სიტყვა სინანულისა, საკუთარი არამედ განიცადა მისი დაცემა, მისი დაღუპვა, მოიგონა მისი მშობლები და მწარეთ აფვითინდა. ეხლა სხვა არის, როდესაც ჩვენაირი ცოდველი ადამიანი ატირდება, მაგრამ სულ სხვა არის საგვარეულო, როცა ღმერთშემოსილი მამა ტირის. აი როგორც ანტონი დიდთან სამი ბერი დადიოდა და ორი გამუდმებით კითხვებს უსვამდა უდაბნოში და მესამე სულს დუმდა და ბოლოს ანტონი მკითხა, კი მაგრამ შენ კითხვები არ აგაქვს, ჩემთვის საკმარისია თქვენი პირის სახის ნახვა. ყველა კითხვაზე მაძლევს პასუხს. მსგავსად ამისა, როდესაც ეს ღმერთშემოსილი მამა ატირდა გულის სიღრმიდან, იმდენად იმოქმედა ამ ქალიშვილზე, ერდვაშად წარმოუდგა თავისი წარსული, ღვთისმოსავი მშობლები, ღვთისმოსავი ცხოვრება და განიცადა დიდად, თავადაც აქვითინდა მუხლებზე დაემხო და ამონის კითხა, მამაო, არის სინანული? იქნება შენდობა ღვთისაგან? უეჭველად შვილო უთხრა ამონი დიდმა, მაშინ გამიყვანე და სადაც გინდა იქ დამაყუდე და მატირე ჩემი ცოდვები. გახარებულმა ბერმა მოკიდა ხელი ამ ქალიშვილს და გაიყვანა ქალაქიდან. აი ბიდიან უდაბნოში შეღამება იწყო, ამიტომ ამონი შეჩერდა, ქვიშისგან რაღაც ბალიშის მაგვარი გააკეთა და უბრძანა, თუ არ ვცდები თაისია ერქვა იმ დედაკაცს, რომ აქ მოესვენა ღამე. თავად შორი ახლოს ერთ-ერთი ბორცვი ნახა, ავიდა ამ ბორცვის თავზე, აღავლინა ძილად მისვლის ლოცვები და დამაშვრალი ისის დაწვა. შუა ღამისას გალობის ხმამ და საკვებლის სურნელებამ გამოაღვიცა და რას ხედავს, რომ ზეცაში სინათლის კვალია თითქოს გაყვანილი და აი ამ კვალზე, ამ სხივზე ახავთ ერთ-ერთი ადამიანის სული ანგელოზობს. კმევით, საგალობლებით, კელაპტრებით და ესე შემდეგ. ბერმა მაშინვე ანაზდად გადახედა ამ ქალიშვილს, ჩამოვიდა ბორცვიდან და მოკიდა ხელი, რომ გაეღვიძებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი გარდაცვლილი იყო და ჯერაც თბილი იყო მისი სხეული. ესე იგი, ეს იყო სული ამ ქალიშვილისა. დაემხო ბერი მუხლებზე და ღმერთ შეღაღადა. უფალო, ნუ თუ ამ ერთ საათში ეს სოდვილი დედაკაცი ღირსი გახადე ზეციური სასუფევლისა. გლოსო ლალით პასუხად ზეციდან მოესმა. დიახ, ერთი საათიც არ არის ჩემთვის საჭირო, რომ გულსრფელი სინანულის შემთხვევაში მიუტევო ადამიანს. მე მიჯობს ეს ერთ საათიანი სინანული გულმხურვალე, ვიდრე ათეული წლები ტიროდეს ნელთბილად ადამიანი თავის სოდვებს. ესე იგი, გულითადობას და ესე იგი, გულმხურვალებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
აი როგორც წინასწარმეტყველის პირით ამბობს უფალი ღმერთი თითოეული ჩვენთაგანის მიმართ შვილო მომეც გულის შენი რომელსა მხოლოსა ჩვენი ადამიანური გულის შემოქმედს ღმერთს უსაზღვრო სიყვარულისას ჩვენი ყოველგვარი დიდება პატივი და თაგვანისცემა თანა მამით და სული წმიდით აზდაუგუნისამდე ამენ შენდობას ვითხოვ ჩემი ცოდვებისთვის ზოგიერთს ალბათ გული ვატკინე შეიძლება უხეშიც მოვეჩვენე სერელეს და ასე შემდეგ ძალისებრ ჩემი საიცის უფალმა ვცდილობ რომ მის მსახურებაში ვიყო მაგრამ არა არც კაცი ცხონდეს და არასოდეს ერთი მათგანი მე გახლავარ ამიტომ ყველა ჩემი შეცოდებისთვის არა მარტო ის რითაც გული მიტკენია ზოგიერთებისთვის არამედ საზოგადოდ ყველა ჩემი ცოდვისთვის შენდობას ვითხოვ დღემოდამ თქვენთვის ვლოცულობ და პირველ ყოვლისა უსისხლო სვერული შეძერვა ლიტურგია მაქვს ხედველობაში და ეხლა ეს ამ ერთ დღეს მაინც თქვენ სილოცეთ ჩემთვის და მომეცით შენდობა რომ ღმერთმა მომიტევოს შეცოდებანი მამანო გამოდით შემინდვენით ძმანო და სულიერ შვილო ჩემნო ღმერთმა თქვენ შეგინდოთ სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა ამენ შემინდვენით მამებო მამა იოანე მამა გიორგი წოდებანი ჩემი ქრისტე არ ჩვენ შორის ქრისტე არ ჩვენ შორის ქრისტე არ ჩვენ შორის მამა იოანე მოდი მიეცი შენდობა და სათითაოდ ბლებმა სამ ჯვარის გადასახადს მერთმა შეგინდოს სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა თქვენ უპასუხეთ თქვენ შეგინდოთ უფალმა მამა გიორგი მერთმა შეგინდოს სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა შეგვიძლია ყველას მრავალმოწყალე ღმერთმა აქ ამ ტაძარში და სრულიად დედამიწაზე ამენ ღმერთმა ყველას მოგცეს ღვთის მეცნიერება და ღვთის გზაზე ვიარებოდეთ ესე იგი როგორც გამოვაცხადე დილის სერვის შემდგომ და გავიმეორებ მთელი ეს კვირა დილას საღამოთი ღვთისმსახურება იქნება დილის 9 საათზე დაიწყება სისხლის ლოცვა დიდმარხვისა წუხრა და დიდსერობაზე ესე იგი 3 საათზე იქნება ანდრია კრიტელის კანონი ჩართული დილას საღამოთი წირვალოცვები იქნება მორიგეობით მგლებისაგან და მერმე შაბათ-კვირას იქნება ფერადი 4 შაბათს და პარასკევს იქნება პირველ შეწირულის გრიგოლ დეოლოგოსის ლიტურგია შაბათ-კვირას იქნება ფერადი ლიტურგიები კერძოდ შაბათობით ეკუთვნის ტიპიკონით იოანე ოქროპირის სირვა კვირა დღეს ბასილი დიდის სირვა ღმერთმა ყველას მოგცეს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა ამენ